28-29 იანვარს, ასევე 1 და 19 თებერვალს საღამოს 7 საათზე ბათუმის მცირე სცენაზე გაიმართება სპექტაკლის პრემიერა სახელწოდებით უხერხემლო. ეს გახლავთ ყველაზე ესეთი ღრმა ფსიქოლოგიური შრეებით, სიმბოლოებით, თეატრალური მეტაფორებით სავსე ფსიქოლოგიური დრამა. პრიესის ავტორი გახლავთ ალექსი ჩიღვინაძე, ხოლო სპექტაკლი რეჟისორმა გაგა გოშაძემ დადგა. სწორედ ის არის ახლა ჩვენთან სტუმრად მსახიობ დრამატული თეატრის მსახიობ თორნიკე ბარამიძესთან ერთად დილამშვიდობი მოგესალმებით. წარმატებულ დღეს გისურვებთ და სპექტაკლის ანოტაცია შემდეგი წინადადებით იწყება. უხერხემლო ერთ-ერთი საყურადღებო მოვლენაა თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში. რატომ? რატომ? იმიტომ რომ ამ თემას დრამატურგია არ შეხებია, ასე ვთქვათ. და პირველია და მაგიტომ არის და ძალიან მნიშვნელოვანი პიესაა, კარგი დაწერილი პიესაა, კარგი უკვე ეს ჩემი მე არ დამიდგავ პროცესში ვარ ვთქვათ ეს უკვე მეოთხე დადგმა იქნება საქართველოს მასშტაბით. ფაქტია რომ პიესამ გაამართლა. საკმაოდ ღრმა პიესაა და მაყურებელიც რომ უფრო შევიყვანოთ ესში მე როგორც ვიცი მშობლის და შვილების ურთიერთობაზეა მთლიანად აგებული მთელი პიესა. და უხერხემლოშიც იგულისხმება ის სიყვარული, უპირობო სიყვარული, რომელიც მშობელს და შვილს შორისაა. თუ მე კარგად და სწორად აღვიქვი და გავგე. მე სპექტაკლი, დადგმული სპექტაკლი სიმართლე გითხრათ, ვაღიარებ ნანახი. არც მე არ ვაგარც ერთი ნანახი ვაღიარებ. ისე ვიცოდი ეს პიესა. დიახ. როცა მომიწია სიტუაცია რომ მოვიდა რომ პატარა სცენისტვის მომიწია პიესის მოძებნა და გამახსენდა რომ არსებობს ეს პიესა და მე რომ წავიკითხე გადავწყვიტე რომ დამედგა. არის ასე რაც მარიამ მოყვა მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე. მშობლების და შვილის ურთიერთობაზე ხო უხერხემლო ალბათ სიყვარული უპირობო უნდა იყოს რა თქმა უნდა ხო მაგრამ ხანისია ხანესია შეცდომებს უშვებთ ნანობთ არ ნანობთ გააჩნია ამი როგორ ხო თორნიკე, თქვენ დილამშვიდობისა, თქვენ ვის როლში ხართ, ვის როლს ასრულებთ და როგორი პროცესი იყო ამ როლზე მუშაობა და ცოტა შეგვახედეთ პიესის სიღრმეებში. ჩემი პერსონაჟი ქვია დანიელი. დანიელი. ერთ-ერთი მეგობარია. გარდაცვლილი შვილის და აი მუშაობდი, არა, მუშაობ ეხლაც და გავაგზავნებ კიდევ პრემიერის შემდეგ მუშაობას, იმიტომ რომ ესე არ გონია რომ პროცესი ჩერდება, როცა პრემიერას ითამაშე. სულ მუშაობ, სულ კარგი როლს აღნიშნე. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სულ მუშაობ და იქნებ ყოველთვის ჩდება რაღაც ახალი ბავშვი და როცა შრომაში ხარ და მუშაობაში ხარ, ყოველთვის გამოჩნდება რაღაც ახალი, ამიტომ წარსულში ვერ ვლაპარაკობ ხოლმე ამაზე და რაღაც სიღრმეებში რო შევიდეთ, ცოტა ძალიან გამიჭირდება ამაზე საუბარი რა, ძალიან. აი, როგორი პერსონაჟია დანიელი, რამეს სიჩს აგზავნის ის აი ამ ნაწარმოებში. ხო, აი ეგ მირჩევნია რომ 28-ში და 29-ში ნახოს მაყურებელმა, ვიდრე მე ვისაუბრო ეთერიდან, ცოტა რთულია ამის საუბარი და გარკვეული მიზეზების გამო მე მივხვდი რა მიზეზებსაც გულისხმობთ. არ მინდა რომ რაღაცა ეს როლი და ვის ვიხილავთ ამ სპექტაკლში მსახიობების შემადგენლობა ტიტე კომახიძე, მაიკო ცეცხლაძე, კახა კობალაძე, მარიამ გველისიანი. შეუდარებები არიან ყველანი. ყველანი აბსოლუტურად შეუდარებები არიან. სხვათა შორის ერთგვარი კოლაბორაციაც გამოდის, იმიტომ რომ როგორც ვიცი სტუდენტებიც არიან ჩართული. მარიამ გველისიანი დიახ არის სტუდენტი, მეოთხე კურსის სტუდენტია. მარიამის გარდა კიდე იყვნენ ორნი დაკავებული წინა პრემიერაზე დარისპანის გასაჭირში, ეხლა მარიამია დაკავებული აქეთ. კი ეს არის მეოთხე კურსის ჯგუფი, რომელთანაც ასევე მუშაობს სადიპლომო სპექტაკლზე. მაისში რომელიც უნდა იყოს. ეს სპექტაკლი რომ დაგედგათ გაგამ, მხოლოდ ეს მცირე სცენამ განსაზღვრა ეს ყველაფერი თუ რა იყო მაინც მთავარი მოტივი? ალბათ ამ შემთხვევაში რომ შემომთავაზეს პატარა სცენისთვის თუ მოიფიქრებ რამესო მაგან გამახსენა. მე უფრო დიდი სცენის მოყვარული ვარ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ესე ვარ. ისე რთულია გაგა თქვათ, მაგასაც აქვს ხო მნიშვნელობა სპექტაკლი დიდ სცენაზე იდგმება თუ მცირე სცენაზე? აი რა მნიშვნელობა? აბსოლუტურად სხვა და სხვა სულია დასაჭერი, ხო იქ როდესაც ელაბარაკები 50 მეტრიდან მაყურებელს იქ სხვა მასშტაბია, იქ სხვა ემოციურ
ხარისხია, სხვა თამაშის ხერხია, ეს დასასრულდა, როცა 2 მეტრში ყავს მაყურებელი, მაგაზე არ მიფიქრე. საერთოდ სხვანაირად უნდა დაიდგას კიდე თუ მსახიობიც აბსოლუტურად სხვანაირად თამაშობს. ანუ ემოციურად მაყურებლისთვისაც ალბათ სულ სხვა შეგრძნება, როცა მსახიობს ესე ახლოს უყურებ და შეიგრძნობ მის ემოციებს და ატარა სკულპტურა და დიდი მონუმენტი ხო განსხვავდებიან ერთმანეთისგან. კი, ამაზე არ მიფიქრია არასდროს, იმიტომ რომ გონია რომ ყველა სცენაზე რაღაცა მსახიობს ერთნაირად უწევს რაღაცა როლის თამაშის გასაგებია, მაგრამ ემოციები სხვადასხვა. ანუ ემოციები ანუ განსხვავება არის დიდ სცენაზე თამაშს შორისა და არის დიდ სცენასა და მცირე სცენას შორის მხოლოდ, თორემ მსახიობის მუშაობა ალბათ ყველგან კი, რაღაცებს სული ცხადია. ცხადია რაღაცები იცვლება, მაგრამ ანუ ბევრი არაფერი. აი მაყურებელი უფრო ახლოს არის, თუ გიწევს რაღაცისთვის ხელის აწევა რომ ყურადღება გადმოვიდანო, აქ შეიძლება თითის აწევა საკმარისი იყოს პატარა სცენაზე. თუმცა მაინც მთავარი მესიჯი რა არის? აი დედაშვილის ურთიერთობა, რითაც დავიწყეთ შინაარსზე საუბარი, ის რაც გინდათ რომ მაყურებლამდე მივიდეს, ის მთავარი ვთქვათ, რაზეც ამახვილებთ ყურადღებას, რა არის? თავარი სიყვარული უპირობო, რაც არსებობს შობელს და შვილს შორის, აი ეგ არის თავარი, რომ შენი სისხლი და ხორცი უნდა მიიღო და არ უნდა კრას შენ სისხლი და ხორცი ხელია. მე კიდე აქ არ არის ჩვენ რომ რაღაცა მორალს ვკითხულობდეთ ეს ან ეს არის სწორი, ან ის არის სწორი, აქ ზუსტად ის ტრაგედია იმაშია, რომ ყველას თავის სიმართლე გააჩნია, ხო? ყველას თავის ის ისეთია, ეს ესეთია განაპირობა ბუნება, ხო, ის ისეთა დაიბადა, ესეც განაპირობა ბუნება, რომ ამას არ ესმის იმის, რომ ის ისეთა მოკლედ აი ამაშია მთელი ტრაგედია და დრამა, რომ აქ მე ვერ ვიტყვი მართალი მხარე, სწორი მხარე, ჩვენ უბრალოდ რაღაც ფაქტის ჩვენ გავთ ამას და მაყურებელმა თვითონ გადაწყვიტოს. თუმცა ალბათ მანდაც მთავარი მტერი ეს შეიძლება ერთგვარად შევრაცხოთ საზოგადოებრივი აზრი, რომლის გავლენის ქვეშ ექცევიან მშობლებს და შემდეგ წლები მოდის შვილებზე. მართალი ვარ? კი, რა თქმა უნდა. კი. საზოგადოებრივი აზრი ალბათ ის ამ შემთხვევაში ერთ-ერთი არა მხოლოდ ერთ-ერთი. მუსიკა გადამწყვეტია სპექტაკლის დადგმის დროს. ჩემთვის ძალიან. და თქვენ ამ შემთხვევაში მე თვითონ ამ შემთხვევაში ძირითადად ან თუ კომპოზიტორი აკეთებს თუ სხვა შემთხვევაში მე თვითონ ვაკეთებ რა კომპოზიციები გაჟღერდება? რამოდენიმე სხვადასხვა კომპოზიტორის მოკლედ ძალიან კარგი, არ ვიცი კიდევ რისი დამატება შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ ბოლომდე არ გვანდობს არც რეჟისორი და არც მსახიობი რა მოხდება, რაც ერთგვარად კიდევ უფრო დიდ ინტრიგას მატებს აი ამ სპექტაკლს, რომელიც დაიდგმება, რომლის პრემიერა შედგება 28 იანვარს და შემდეგ გაგრძელდება 29-შიც იქნებოდა 1 და 19 თებერვალს მცირე სცენაზე. გელოდებით ყველას ბილეთების ხელმისაწვდომია, იმის რომ რისი დროს, რომელსაც დაგვითმობენ, მოვექცევით ჩვენ პატივისცემით და ვეცდებით, რომ ტყუილად არ გაფლანგონ ის დრო, რაც არის. მაგის პირობას ვდებთ, რომ მე პირველი ვიქნები და პირველ რიგშიც დავსწრები მოკლედ აუცილებლად ძალიან მაინტერესებს შინაარსთან გამომდინარე ძალიან დავინტერესდი ამ პიესით და ზოგადად როგორ დაიდგმება თქვენს მიერ ეს ყველაფერი ამის ნახვის დიდი სურვილი მაქვს წარმატებებს გისურვებ თქვენ და მთელ თქვენს დასს მოკლედ როგორც უკვე აღნიშნეთ 28-29 იანვარს ასევე 1 და 19 თებერვალს მცირე სცენაზე საღამოს 7 საათზე იქნება სპექტაკლის პრემიერა უხერხემლო საკმაოდ საინტერესო პიესაა, საინტერესო სპექტაკლი იქნებოდა, ყველას გეპატიჟებით. ასეთი იყო დილის ტალღა. ჩვენთან იყვნენ რეჟისორი გაგა გოშაძე და თორმიკე ბარამიძე მსახიობი, გემშვიდობებით, კეთილის სურვილებით, სულ რაღაც ხვალამდე. მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის.